კოლეგებო, გთხოვთ გავაგრძელოთ კომიტეტის უსტომა. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2017 წლის 2 ივნისის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ნომერი 5 ცვლილების წერის შეთანხმება. მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობია. გთხოვთ ქალბატონზე. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ რატიფიცირებისათვის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ჩვეულებრივი ოპერაციები ბათუმის შემოვლითი გზის პროექტთან მიმართებაში. ეს არის მეხუთე წერილი შეთანხმების სახით გაფორმებული ცვლილება, რომელიც გაფორმდა მიმდინარე წლის 2 აპრილს და გულისხმობს ხესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას ნაცვლად მიმდინარე წლის 2025 წლის 31 დეკემბრისა სამუშაოების დასრულება დაგეგმილი არის 2026 წლის ივნისში რომ დასრულდეს და შესაბამისად ვადის გადაწევა ხდება 2026 წლის დეკემბრამდე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ცეცხლის ფარგლებში რამდენიმე სიტყვით რომ თქვა რა იყო გათვალისწინებული, ეს არის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე გათვალისწინებული იყო მშენებლობისათვის ზედამხედველობის ნაწილი, ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობა და ზედამხედველობა და ასევე ფოთის ხიდის მშენებლობა და ზედამხედველობა. ამ ეტაპისათვის დარჩენილი გვაქვს მხოლოდ ფოთის ხიდის მშენებლობის ნაწილი, რომელიც მოლოდინი გვაქვს რომ მიმდინარე წლის ზაფხულში დავასრულებთ. დიდი მადლობა, კოლეგებო, კითხვები ვის გაქვთ? ქალბატონზე მე მაქვს ერთი კითხვა. ჯამში რა მოცულობით იყო ეს კონტრაქტი და ეს ხიდთან დაკავშირებით ის სამუშაოები რა მოცულობის არის დარჩენილი რომ დეტალურად თუ? კი ბატონო. იგი დაფინანსება მიმდინარეობდა 3 წყაროდან, ეს გახლავთ აზიის განვითარების ბანკი, რომელიც გახლდათ 114 მილიონი ამერიკული აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე აზიის საინვესტიციო ბანკი AIIB, რომელიც ასევე 114 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის იყო და იყო საქართველოს თანამონაწილეობა, რომელიც მათ შორის გულისხმობდა გადასახადების ნაწილს, ისევე როგორც თანამონაწილეობის ნაწილს. რაც მნიშვნელოვანი არის დარჩენილი სამუშაოების ნაწილზე, მინდა გითხრათ, რომ ფოთის ხელშეკრულება გახლავთ დაახლოებით 61 მილიონი ლარის ღირებულების, სამუშაოები შესრულებული არის 70% შესაბამისი თანხის ანაზღაურების ნაწილზე და დარჩენილი არის ტექნიკური ნაწილები და მათ შორის ხიდის მილის მოწყობის სამუშაოები არის დარჩენილი. და ჩვენი მოლოდინი არის რომ ივნისის ბოლოს აღნიშნული სამუშაოები დასრულდება. დიახ, დასრულდება. გამომდინარე იქედან რომ ძალიან სენსიტიური ადგილი არის ეს ფოთის ხიდი, გამომდინარე იქედან რომ იქ თევზების ქვირითობის ნაწილი ჰქონდა გასათვალისწინებელი, შესაბამისად მოკლე იყო ის სამუშაო პერიოდი, რომელიც უნდა გაგვეხორციელებია ამდენი წლის განმავლობაში და მხოლოდ სეზონურად ვახორციელებდით სამუშაოებს. ეხლა რაც დარჩენილი გვაქვს, რეალურად ვასწრებთ იმ პერიოდში, რომელიც ხელს არ შეუშლის თევზების გამრავლების პროცესს. კარგით, მადლობთ. კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ. დიდი მადლობა ქალბატონზე, წარმატებებს გისურვებთ. შემდეგი საკითხი გახლავთ კოლეგებო, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წარმოდგენილი არის მეორე მოსმენით, მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი მიხეილ დუნდუა. ბატონი მიხეილ, გთხოვთ. მოგესალმებით. მოგიდგენთ პროექტს ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით. კარგით, ბატონო მიხეილ, მივყვეთ მუხლობლივართ, პირველი რაც გახლავთ ლოტარიების აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არა.
მეორე მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება. არ ყოფილა შენიშვნა. შემდეგი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება. არ ყოფილა. მეორე მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება. არც ეს შემთხვევაში. კარგით, კოლეგებო, კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით? გთხოვთ კენჭი უყაროთ კანონ პროექტს. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, წარმატებებს გისურვებთ. კოლეგებო, მადლობა ყველას, დღევანდელი კომისიის თომა ამით დასრულებულია. წარმატებულ დღეს გისურვებთ.